საღამო შვიდობის ყველას მოგესალმებით. აბა როგორ ხართ? მოვედი მეგობრებო, მოვედი. როგორ ვართ? მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მომიტევეთ დაგვიანებებისთვის. აბა როგორ ვართ მეგობრებო? საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მოვედი მეგობრებო. ცოტა რაღაცნაირი ხმით მოვედი, მაგრამ მაინც მოვედი. მომიტევეთ, ვერ ვიყავი ეს დღეები კარგად. ამიტომ ვერ ვიყავი თქვენთან ერთად მეც. მე დავიწყებ ახლა პირდაპირ თქვენი დახასიათებით მეგობრებო. ვინც ვართ, რამდენიც ვართ. დავიწყებ თქვენი ენერგიებით. არაფერზე არ ინერვიულოთ, არაფერზე არ იდარდოთ. ასე რომ დავიწყებ თქვენი ენერგიებით. ვინ ხართ და როგორი ადამიანები მიყურებთ, თქვენი სიგნიფიკაცია მეგობრებო. სათელი არა მითია. თქვენი ენერგიები, ძალიან სიღრმისეულები, ძალიან უგრძნობიარეები, ძალიან სულიერი ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი გულთან მიაქვთ მეგობრებო. ადამიანები, რომლებიც ყველასთან არიან ერთგულები, არ ვიცი რა ვთქვა, თქვენი ენერგიები, ძალიან ქალურები ხართ, ძალიან მომხიბვლელები ხართ, ძალიან მიმზიდველები ხართ,
ძალიან აი ისეთი ადამიანები ხართ, რომ არ ვიცი, აინახეთ უბრალოდ. ხო, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველ ჯერზე თავიდან იწყებთ ცხოვრებას, მეგობრებო. ყოველ ჯერზე, გულით, სულით, მთელი არსებით. კი, ესეთი ადამიანები მიყურებთ. თქვენი ენერგიები ყოველთვის ახერხებთ იმას, რომ საკუთარ თავთან მუშაობთ. მაინც ახერხებთ აღმოცენებას, მაინც ახერხებთ თავიდან ცხოვრების დაწყებას, ახალ დაბადებას, მაინც ახერხებთ ფეხზე დგომას. არ ვიცი რა ვთქვა, ყოველ ჯერზე, თავიდან, მეგობრებო. მთელი სულით, მთელი გულით და მთელი არსებით. აი თქვენი პირველი სურათი. ეს ხართ თქვენ. სულიერებას არასოდეს არ კარგავთ. არა. კიდევ თქვენი ენერგიები. იცით როგორები ხართ, ძალიან ამაყები ხართ. შეუპოვრები ხართ. აი ძალიან დიდი წარმოდგენა შეიქმნით საკუთარ თავთან. იმიტომ კი არა, რომ ზედმეტს აკეთებთ. არა, მეგობრებო. ძალიან სიამაყე გაგაჩნიათ თქვენი გავლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. რაც არ უნდა შეცდომა დაუშვათ. საკუთარი თავის სიამაყე მაინც გაქვთ. მაინც ამაყად აბიჯებთ ამ ქვეყანაზე. შეცდომებს გააჩნია, რა შეცდომებზე საუბრობთ. ესეთი შეცდომები არაა, რომ მართლაც რო შეცდომა იყოს, მეგობრებო. არა. მე სულ სხვა შეცდომებზე ვსაუბრობ. თქვენი ენერგიები. მხოლოდ თქვენ რჩებით საკუთარ თავთან. მხოლოდ თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონები. მხოლოდ თქვენ გიწევთ საკუთარ თავთან ბრძოლაც, კამათიც, ფეხზე დგომაც, ცხოვრების გაგრძელებაც, ყველაფერი მხოლოდ თქვენ ხართ საკუთარი თავისთვის. თქვენი ენერგიები. წასვლა გინდათ. წასვლა ამ ყველაფრიდან. გაქცევა ამ ყველაფრიდან. წასვლა ამ ნიღბებიდან, ამ ნიღბის მოქნევა გინდათ, საერთოდ გადაგდებაც გინდათ, მეგობრებო. არ მაქვს კითხვაზე პასუხი. ხო ხედავ პასუხს რო არ გცემ მაკა. ძალიან დაიღალეთ, მეგობრებო. დაიღალეთ, თუნდაც ამ თქვენთვისვე ნიღბის ტარებით. აღარ გინდათ უკვე, მოგბეზრდათ. რა რატო? იმიტომ რომ არ მაქვს კითხვაზე პასუხები. სწავლით უგინდოდეთ. თქვენი ენერგიები. მეგობრებო, ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში საერთოზე ვშლი, საჯაროა, კი, ჩემო კარგო. ყოველთვის მაქვს საჯარო ლაივი, მეგობრებო. თქვენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს ზოგიერთებთან მაგიებიც, მაგიებიდან გამოწვეული გაღიზიანება, მაგიებიდან გამოწვეული გადამეტებული რაღაც სიტუაცია თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო. კიდევ თქვენი ენერგიები, წუხარება, სევდა. კი, რაღაცით ერთი და იგივე სიტუაციებით, მეგობრებო, არის ისეთი რაღაც სიტუაცია, რასაც ვერ ვიშვებთ, ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. თქვენი ენერგიები, ნახეთ, მეგობრებო, ძალიან ლამაზები ხართ. ყველა თითოეულ თქვენთაგანს თავისებური ეშხი გაქვთ, მეგობრებო.
თავისებური ეშხი გაქვთ. თქვენი ენერგიები. არ ვიცი ერთხელ რა იყო ესეთი. არ ვიცი თქვენ ცხოვრებაში ესეთი რა მოხდა მეგობრებო. რომ პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული. ამ თემაზე არ გინდათ საერთოდ საუბარი. არავისთან აღარ გინდათ საუბარი. ვერაფერმა რო ვერ გაგტეხათ, ვერაფერმა რო ვერ წაგაქციათ, ვერაფერმა რო ვერ გაგანადგურათ, მაგრამ არ გინდათ ამ თემაზე საუბარი. წარსულში დატოვებული სიტუაცია, რომელიც გაიარეთ და გარისკეთ და ცხოვრება გააგრძელეთ მეგობრებო. თქვენი ენერგიები ყველანაირი ხერხის გამოყენებით, ძალიან მიტოვებულები, ზოგიერთები, აი მოდი ესე ვიტყვი. იმედია მომიტევებთ ახლა რასაც ვიტყვი. მიტოვებული, მიგდებული, გადაგდებული, დავიწყებული, მივიწყებული. ესე გრძნობთ თავს. არ ვიცი რა თქვა. თქვენი ენერგიები. ყველაფრისა მიუხედავად, მაინც პატიობთ საკუთარ თავს და მაინც აგრძელებთ ცხოვრებას, კი. ძალიან მიმზიდველები ხართ, ძალიან სექსუალურები ხართ, ძალიან ისეთი ხართ, მომხიბვლელები ხართ მეგობრებო. კი. თუმცა ტოქსიკური იყო თქვენი ცხოვრება. ტოქსიკურია თქვენი ცხოვრება დღემდე. ან იყო, ან ეხლაც არის. თითქოს რატომღაც ფიქრობთ, რომ ვერ დავლაგდი, ესე ამბობთ. ვერ დავლაგდი, ვერ გამთავისუფლდი, რაღაც ვერ გამთავისუფლდი ამ სიტუაციიდან. ვერ ამოვიგდე გონებიდან, ვერ გავუშვი ჩემი მეხსიერებიდან, ვერ გამთავისუფლდი ამ ფიქრებიდან. ზოგი ესე ამბობთ მეგობრებო. ხო. განთავისუფლება და წასვლა. ესეთია თქვენი ენერგიები მეგობრებო და თუ კი ემთხვევა თქვენს დახასიათებას, თუ კი ემთხვევა თქვენ სიტუაციას ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ერთად ყოფნა. ეხლა მე მინდა რომ ჩაიფიქროთ ადამიანი, სასურველი ადამიანი ჩაიფიქროთ და გავარკვიოთ ეხლა მისი სიგნიფიკაცია. საღამო მშვიდობის ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მომიტევეთ აი ესეთი რაღაცა უცნაური ჩემი მოსვლა დღეს, მაგრამ მაინც მოვედი. მოვედი მეგობრებო, მოვედი. ჩაიფიქრეთ ეხლა ადამიანი და გავარკვიოთ ეხლა რა ხდება მასთან. მისი სიგნიფიკაცია. ეს ადამიანი თითქოს არ ვიცი რაღაცის ძიებაშია. ხო, ესეც რაღაც დაშვებულ წარსულ ცხოვრებაზე საუბრობს. ერთხელ თითქოს რაღაც იყო ერთხელ.
ერთხელ იყო რაღაც. რაღაც იყო წარსულში მეგობრებო, არ ვიცი ვისთან რა იყო, მაგრამ რაღაცა იყო მასთან. ზედაპირული, რომელმაც მოუტანა წასვლა ამ ცხოვრებიდან, გაშორება სიტუაციიდან შორს ყოფნა. კიდევ მისი ენერგიები. ხო. ეს ადამიანი თითქოს 24/7-ზე მეგობრებო ინტერნეტში ზის, ხედავთ, შპიონაჟი. სოციალური ქსელები გადაბრუნებული აქვს ამ ადამიანს. 24/7-ზე აინტერესებს ვისთან ხართ, რას აკეთებთ, სად ხართ, რა მდგომარეობაში ხართ და ასე შემდეგ. კიდევ მისი ენერგიები. ძალიან გამოცლილია ეს ადამიანი 24/7-ზე გზაშია, ან 24/7-ზე დაიღალა ამ წასულ-მოსული ხასიათით. ამ ადამიანს ძალიან ბევრი პრობლემები აქვს თავზე საყრელი, იმდენი რომ სად წაიღოს არ იცის. კიდევ მისი ენერგიები, დრო. ეს ადამიანი ეთყობა სულ დროს უყურებს. ან დროზე აწყობილი ცხოვრება აქვს, ან საათზეა დამოკიდებული მისი ცხოვრება, ან ესეთი ჟესტი უყარს 24/7-ზე საათს უყურებს. არ ვიცი რა დავარქვა. თითქოს დრო რაღაცას ნიშნავს თავის ცხოვრებაში. ამ ადამიანს რაღაც ჩაფიქრებული აქვს, გააზრებული აქვს, გამოღვიძებულია. ხო, კიდევ მისი ენერგიები. თუმცა ძალიან დიდი კრიზისი აქვს. მისი ენერგიები. მისი ენერგიები არის ისეთი. ამ ადამიანს თითქოს რაღაც დეპრესიული ფონი აქვს. იმიტომ რომ უნდოდა ოჯახი ქონოდა, უნდოდა ბავშვი ყოლოდა, უნდოდა რომ აი ეს სიტუაცია ქონოდა იქნებ თქვენთან ერთად, ან თქვენ გქონდათ დაგეგმილი მასთან ერთად, რაღაც არის ამასთან დაკავშირებული სიტუაცია, რამაც ძალიან დიდ დეპრესიაში ჩააგდო. თქვენ მისი სიტუაცია. ძალიან ემოციური ფონი აქვს. ძალიან გული აქვს დამძიმებული ამ ადამიანს. ეს ადამიანი ყოველთვის გაურბის პასუხისმგებლობას, გარბის უსასრულობაში, აი სიბნელეში გარბის და სად გარბის მანც არ იცის. ხედავთ ალბათ ხო? ხო. გული როგორ აქვს დამძიმებული, ელვაში ნამყოფ თხასავითა რო იტყვიან და ძალიან დიდი გულის პატრონია. დიდ გულზეა რო იტყვიან მეგობრებო. ხო. მისი ენერგიები. შეშფოთებულია თავისი გაქცევით. ეს ადამიანი სულ გარბის. ეს ადამიანი ყოველთვის გაურბის რეალობას. გაურბის რეალობას. თუმცა ესე არ ვიცი რა დავარქვა ამას, ეჯღანებით თუ გეჯღანებათ თუ რა თქვი ამას არ ვიცი მეგობრებო. ხო? ამ ადამიანს უნდა ძალიან ამ ურთიერთობის გაგრძელება, ამ ურთიერთობის წამოწყება, ამის ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ თითქოს მეგობრები, არ ვიცი თქვენ ხართ მისი მეგობარი თუ ისაა თქვენი მეგობარი თუ რაღაც მეგობრობაზე და ერთგულებაზე საუბრობს. ხო, ამიტომ ძალიან გულგატეხილია. ძალიან დიდი გულის ტკივილი აქვს კი. ნუ რა ვქნათ. ორი ბარათიც ამოვიღოთ და ნახოთ ახლა რა ხდება. ორი ბარათი.
ჩავაბრუნე და ამოვიდა. ამ ადამიანს ან ჭირდება წმენდები, ან იკეთებს წმენდებს, ან უნდა გაიკეთოს წმენდები. ამ ადამიანს სურვილი აქვს, რომ გაიწმინდოს, განთავისუფლდეს ამ წარსული მარწუხებიდან. ძალიან ამაყია, ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა აქვს. ამ ადამიანს თითქოს და უნდა რომ გარისკოს თავისი ცხოვრება. ამიტომ იცოდეთ რომ გარისკავს. კი, ესე მოფრინდება თქვენთან მეგობრება. ხო. არ ვიცი დოჩი ნამუს რა გაუწმინდას ვერ გეტყვი. მე ვერ გეტყვი მაგაზე პასუხს მე ვერ გაგცემა. ინდივიდუალური ადამიანები მეგობრება. აი, კარმა მიუკაკუნა ამ ადამიანს. ამ ადამიანს მიუკაკუნა კარმა. ესა კარმა, რომელიც უნდა იტვირთოს მან. კარმა არის წარსულში ან წარსულიდან გადმოყოლილი პასუხისმგებლობები, რომელსაც გაურბოდა და როგორც ჩანს, ახლაც გაურბის. ხო. ესე გარბის, წინ დაუკან, დარბის, მეგობრებო. ამიტომ სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი. ესეთია მისი სიტუაცია და ენერგიები. კი ბატონო. გავაგრძელებ ახლა. გავაგრძელებ მეგობრებო. ნამდვილად გეთანხმები. გაჭირვებულია ტვინით. კი. ტვინში. ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივი. საჯარო ლაივის თემა არის ესეთი. ჩვენი საჯარო ლაივის თემა არის ესეთი. რა ამბავი გაიგო თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა და მისი რეაქცია. რა ამბავი გაიგო, ვისთან გაიგო? კი. რა ამბავი გაიგო და ვისთან გაიგო? თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა. ჩაიფიქრეთ ადამიანი და გავიგოთ ახლა. რა ამბავი გაიგო? და მისი რეაქცია. დანარჩენებს შევეკითხებით. მე ხომ არ მოკლეს კითხე. საღამო მშვიდობის ყველას. მოგესალმებით დიდი სიყვარულით. მოგიკითხავთ ჩემო ძვირფასებო. მომიტევეთ რომ ვერ ვიყავი თქვენთან ერთად. ეხლაც ცოტა რაღაცნაირად ვარ მოსული, მაგრამ მაინც მოვედი. ასე რომ ჩაიფიქრეთ ახლა ადამიანი და გავარკვიოთ ახლა. ისი სიტუაცია, რა ამბავი გაიგო თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა? ზოგადად ყველაფერი მასთან დაკავშირებით. რა ხდება მასთან? არ მაქვს კითხვებზე პასუხი, დედა, რა გავაკეთო მე? მეგობრებო, არასოდეს არ მაქვს კითხვა პასუხები. არ მაქვს და არ მექნება. ერთკითხვიანი, ორკითხვიანი, სამკითხვიანი პირადი გაშლებიც კი არ მაქვს. ხო, ასე რომ მომიტევეთ. ეხლა რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ის, რომ რა ამბავი გაიგო თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა. ეს მინდა თქვენამდე მოვიტანო. ჩაიფიქრეთ სასურველი ადამიანი. და გავარკვიოთ ახლა. ხო. რა ამბავი გაიგო თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა? მოსიკვდილებულია რაც გაიგო.
რა მნიშვნელობა აქვს, რა გაიგო? მტარზე ვენოკია. რაც გაიგო ძალიან არ მოეწონა. ცოცხალ მტარია, იქნებ ცოცხალებშიც არ წერია, მეგობრებო. გაარკვიეთ ერთი, თუ ძალიან გაინტერესებთ. ამ ადამიანს ძალიან უნდა წარსულის დავიწყება და ახალის დასაწყისი. ხო, ამ ადამიანს ეს ადამიანი ფიქრობს, რომ დრო მაინც ყველაფრის მკურნალიაო და ყველაფერი დალაგდებაო, აი მის პატრონს, მეგობრებო. ესე რომ დაჯდება ეხლა და ხელს არ გააკანებს, თავისით დაულაგებს სამყარო ყველაფერს. ჩაუჯიბავს ასე დოლარებივით ჯიბეში. რა ამბავი გაიგო? თქვენზე გაიგო კი? აი ეს თქვენ ხართ. გაიგო, ჯერ ეს ერთი გაიგო ის რომ ჯერ გაიგო ის რომ ძალიან მშვიდად ხართ, ძალიან გაწონასწორებულები ხართ, ძალიან მომხიბვლელები ხართ, ძალიან მშვიდები ხართ, დაბალანსებულები ხართ. ყველასთან ძალიან ისეთი თბილი ხართ. ხა, ძალიან სექსუალურები, სიმპათიურები, გამგებიანები, მეგობრულები. მოკლედ ერთი სიტყვით და ორი გაგებით ანათებთ. ხო, ეს გაიგო. ხო, ხედავთ? კიდევ. ხო. გაიგო ის რომ ძალიან თავისუფლები ხართ. თავისუფალი ხართ ყველაფრიდან. თავისუფალი ადამიანები ხართ უკვე. განთავისუფლდით მარწუხებიდან. გაიგო ეს? ამ ადამიანმა თუ მარწუხებში გამყოფათ, მეგობრებო, ეხლა იცის ის რომ თქვენ ძალიან თავისუფლები ხართ ყველადან და ყველაფრიდან. ხო. აღარ იმყოფებით მარწუხებში. იქნებ ვინმე ცოლს გაშორდა, ან ქმარს გაშორდა. განიკურნეთ და აი განკურნებაში ყველაფერი შედის და იგულისხმება. ხო ხვდებით? ხო. კიდევ რა ამბავი გაიგო? ხო, რა ამბავი გაიგო და ნახეთ ახლა. ბედი გიღიმით თურმე, ეს გაიგო. წინ მიდიხართ თურმე, ბევრად წინ იმყოფებით. ამ ადამიანთან უკან მიდიოდით და ეხლა წინ ხართ. ბევრად წინ გაუსწარით მას, მეგობრებო. ჩამოიტოვეთ ეს საცოდავი უკან. ხო. კიდევ, რა ამბავი გაიგო? პასუხისმგებლიანები, შემდგარი ადამიანები. ვინ ბებია ხართ, ვინ ბაბუა ხართ, ვინ მშობლები ხართ, მეგობრები ხართ, დები ხართ, ძმები ხართ. თქვენ ხართ ადამიანი ცეცხლი. ცეცხლი ადამიანი რას ქვია? სიტყვა და საქმე. ხო. აი ეს ხართ. მხოლოდ დაპირებებს არ ვიძლევით რა. შორს პერსპექტივაში რო იტყვიან, მეგობრებო. ხო ხვდებით, რასაც გულისხმობ. ხო, აი მანდ ვართ. ზუსტად. კიდევ რაო. ხო. მე რასაც ვხედავ აქ ძალიან მომწონს. ახალი ცხოვრება გაქვთ დაწყებული. ძველი დატოვეთ, ეს ძველი ამოაბრუნეთ და ახალი ცხოვრება დაიწყეთ. კიდევ რა ამბავი გაიგო? ხო, ტყუილებში აღარ ცხოვრობთ. არა, მეგობრებო. ტყუილებში აღარ ცხოვრობთ. საბედნიეროდ. ხო, ცხოვრება გვაქვს გაგრძელებული ოფიციალურად დავხურეთ წარსული, ლიტერატურულად, ნაძალადებად თუ არაძალადად და დავიწყეთ ახალი ცხოვრება. ჩვენივე საქციელით, ჩვენივე შრომით, ჩვენივე ჩვენი სურვილით, ნებასურვილით. ამ ადამიანმა მეგობრებო ძალიან დიდ უპატიოსნო თამაშს თამაშობდა თქვენთან. ეს ადამიანი იყო შეიძლება თქვენთან მხოლოდ რომანტიული ინტერესებით. ეს ადამიანი იყო თქვენთან ძალიან ისეთი არასანდო სიტუაციაში. ხო, თქვენთვის იყო არასანდო. თვითონ. ხო.
კიდევ? აი ნახეთ უბრალოდ. ეს ადამიანი როგორც ჩანს, კარგად თამაშობდა თქვენთან. ეს ადამიანი როგორც ჩანს, სამარესაც გითხრიდათ, მეგობრებო. ეს ადამიანი გიყურებდათ სხვანაირი თვალით. კი ბატონო, ამ ადამიანს ჰქონდა სულ სხვა ინტერესები თქვენთან დაკავშირებული კიდევ? საინტერესოა. ხო. რა ამბავი გაიგო? გაიგო ის, რომ თქვენ სტაბილურად ხართ თქვენ ცხოვრებაში, თქვენი ფუფუნება გაქვთ შექმნილი, თქვენი კომფორტი გაქვთ შექმნილი. ძალიან კარგად გრძნობთ თავს, ამავე დროს არაფერი არ გაკლიათ. ერთი სიტყვით და ორი გაგებით, აი თვითონ როგორაა. ამაშია საქმე. თქვენი ენერგიები არა და მისი უსამართლობა. ეს ადამიანი ძალიან უსამართლო იყო თქვენთან, მეგობრებო. ძალიან უსამართლო იყო თქვენთან, ამიტომ დარჩა წარსულში. ძალიან რთულ გზას გადის ახლა. ძალიან რთულია ეს გზა მისთვის. ეს გზა არის სირთულეებზე, ნერვიულობაზე, წვალებაზე, ცდელობაზე, ძალიან ბევრი ბრძოლა უწევს. ეს ადამიანი ძალიან არეულდარეულია. ეს ადამიანი ძალიან ბევრ დაბრკოლებებშია. ამ ადამიანს ძალიან ბევრი გეგმები ჩაუფლავდა რო იტყვიან. აგე? ხო, კიდევ მისი ენერგიები, რაო? სიძნელეები, სირთულეები, შეფერხებები, დანაკარგები, გაუმართლებელი რისკები და იცით რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანს ძალიან ეგონა რომ ესე გაგსრისავდათ, მაგრამ გასრესილი დარჩა თვითონ. რა ამბავი გაიგო? რა ახალი ამბავი გაიგო თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა? მოულოდნელი იყო მისთვის ეს. მოულოდნელი იყო ის, რომ ამ ადამიანს გონია რომ ეს ადამიანი ფიქრობს, ხო არ დააგვიანდა თქვენთან. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ნეტა ხო არ ყავთ ვინმე. ეს ადამიანი თითქოს რაღაცას გრძნობს, მაგრამ ზედაპირულად უყურებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მაინც არ შეუძლია იმის წარმოდგენა, რომ იქნებ თქვენ ყავთ თუ არ ყავთ ვინმე. ფიქრობს ახლა, ფიქრის დონემდე ფიქრობს, მეგობრებო. თან მოულოდნელობებით სავსე. კიდევ ის რომ მეგობრებო, ფარული მოტივით ეს ადამიანი, ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ძალიან ღელავს, ძალიან დაბნეულია, ძალიან ცუდათაა, სულიერად მარტო გრძნობს თავს. აი არ ვიცი, მე არ ვიცი რა ქვია მას, მაგრამ ძალიან ისეთი სიტუაცია აქვს. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ რაში გადავყარე დრო, რაში დავხარჯე დრო, რაში დავხარჯე ენერგია, ან სად წავიდა ჩემი ენერგია, ან ტყუილად გადაყრილი დრო, ფული, დრო, ბედნიერება, რომელიც არ მაქვს. ის, რაც მაქვს, არ მანიჭებს ბედნიერებას. ხო. ამ ადამიანს ეხლა რაც აქვს, მეგობრებო, ამაზე ძალიან ბევრი იბრძოლა მან. და მიაღწია იმას, რაც უნდოდა, მაგრამ ეხლა ამბობს, რომ რა ტყუილად დავკარგე დრო, რა ტყუილად დავხარჯე ძალა და ენერგია. ხო, ეს ყველაფერი იყო ტყუილი. იმიტომ რომ ბედნიერებას აღარ მანიჭებს ის, რაც მაქვს. ამაშია საქმე. სამკუთხედები. აქ არის სამკუთხედები. აქ არის იცით როგორი სიტუაცია, მეგობრებო? ქეიფი და დროსტარება, ჰარი ჰარალეო,
რო იტყვიან. ხო. აი ეს იყო მისი დევიზი. ხო. თითქოს ამ ადამიანმა იფიქრა, რომ ამით ყველაფერს მიაღწევდა, ან ამით ფორტუნა გაუმარჯვებდა, პრობლემებს მოაგვარებდა, ეს იფიქრა კი, მაგრამ ვაი რომ, ხო? გაიმარჯვებდა ეგონა, მაგრამ მეგობრებო. ძალიანაც კარგი. ხო, უზრუნველი ცხოვრება ექნებოდა ეგონა, უდარდელი, მაგრამ ბოდიში პირიქით შეუბრუნდა. ამაშია საქმე. ეხლაც დაგბლოკავ მორიელი. არ დაგაკლებ გულს, არ დაგწყვიტავ. ნახვამდის. აი ასე. იჭორავი ახლა და იტლიკინე, ბევრი. კაი ხანია გიყურებ. შენი ზღაპრები იქით მოყევი, სადაც ხარ იქ, იმ ადგილას. ხო, აი ასე, მეგობრებო. ვის დააჯერებ ერთი მაგ ზღაპრებით დაგინახავ. ახალი საიტებით. ხო, 90 საიტი რო აქვს ერთ ადამიანს. დავაი აქედან დაახვიე. ჩემს განარებზე არ გაიარო, უზრდელი. უთავმოყვარო უზრდელი. ამას უყურე ერთი. მეგობრებო, დანაკარგები, ძალიან დიდი დანაკარგები, უპატიოსნო თამაში, არასრულყოფილება. ხო, აი ხო ხვდებით, არა მეგობრებო? აღარც მეგობრობა, აღარც სიყვარული, აღარც სინანული, აღარც ქორწინება და აღარც არანაირი კავშირი. დამთავრებულია. ხო, აი ესე ვიცი ბოლოს. მახსენებია მაინც სახელი, მანამდე არ გაჩერდა. მაინც მახსენებია სახელი. ხო და ვახსენებ მეც. ასე ზუსტად. შენი ზღაპრები შენსაც მოუყევი იქეთ, სადაც ხარ ეხლა, უზრდელი უთავმოყვარო. ზუსტად. უყურე ერთი. მაგი მაკლია ეხლა, აქ შემომიხტეს და აქ ჭკუის და თავისი ზღაპრების მოყოლა დამიწყოს. უთავმოყვარო. მეტი საქმე კი არ მაქვს, ახლა შალვას და მორიელის ნაირებს ვუსმინო აქ. 10,000 ჯერ დავბლოკე და მე 10,000 მეერთე გააკეთა კიდე. და კიდე შემოძვრა აქ შემოყო ფეხი. მანიკური წამისვიო. მეტი კი აფერი საქმე არ მაქვს ახლა. ვის ნაირებს მანიკურები ვუსვა აქ. იდიოტი. ხა. მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ რა კარტები ამოდის. მანამ აგრძელებს ამ ყველაფერს, გონია რომ ყველაფერს მიაღწევს. პროსტა უბრალოდ შეხედეთ ახლა. შეხედეთ უბრალოდ. ცდელობა მანამ სანამ არ მიაღწევს თავისას. ჩემ ფეხებს მიაღწევს აგერ კიდე, მაგის ნაირები. უზრდელი. აქ რო დამცინო და კიდე, მასწავლებელო. მასწავლებელი იქეთ მოიკითხოს, მის მხარეს. რა ამბავი გაიგო და მისი რეაქცია. რა ამბავიც გაიგო ამ ადამიანმა მეგობრებო. ხო, მაინც ვერ ისვენებს. რა მნიშვნელობა აქვს რა გაიგო? 1000 ჯერზე მოვა შემოთავაზებით, მაგრამ წავა განადგურებული. ამ ადამიანს იმის ძალა და ნებისყოფა არ აქვს, რომ რაიმე სერიოზული შემოგთავაზოთ მეგობრებო. გამორიცხეთ. ხედავთ, ხო? გამორიცხეთ მეგობრებო. ხო, გამორიცხეთ. ბიჭმა ჭუნა ბიჭიკელა. ხო, მეტი არაფერი.
ამ ადამიანს შეუძლია მხოლოდ კამათი, ჩხუბი და გაურკვევლობა, ცილის წამება. მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ რა აწერია კაცს. ხო. ეს შეუძლია ხუთიანზე. მეტი არაფერი. აქეთ დაგაბრალოთ კიდე რაღაცეები. თავის მართლება შეუძლია ხუთიანზე. სამი დღის უკან კი არა, მე რამდენჯერ მიბლოკე, არ ვიცი, მეგობრებო. 10,000 ჯერ მიბლოკე. მე 10,000 მე ერთჯერ გააკეთა ახალი საიტი. დედას გეფიცებით, მეგობრებო. ვერ ჩერდება. მახსენებია მაინც მისი სახელი. ხო, ადამიანთან მეგობრობ, ადამიანთან ძამას უძახოდი სულ. ძამა, ესე უძახოდი. მოწმეები ხართ. ხო, მომინდომა აგიღა. სისულელეები, უთავმოყვარო. უნდა ბებია მისისა ერგებოდეს, უნდა კაია. რას ქვია, უნდა დავით. რას ქვია, უნდა ერგებოდეს, მასე არა? ძალა, რომელი საუკუნია, ხაყო? ასწავლი თუ გინდოდეს. უნდა. აბა თურმე უნდა. მე ბოდიში ახლა ფოდნოსით ლანგრით ვერ მივართვი. მეგობრებო, მე შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ვახსენო თუ გამაბრაზებს, საკუთარი შვილიც კი ვახსენო შემიძლია. არ მოვინაღვლებ. არასწორ და არაკანონიერ საქციელს. ჩემსკენ არ მოვინაღვლებ საკუთარი შვილიდანაც კი, მეგობრებო. დედას გეფიცებით. არა მომიყვანა ყელში? ადამიანი ხო ვერ მოვიცილე? სპეციალურად არ დავბლოკე თავიდანვე შევამჩნიე. სპეციალურად არ დავბლოკე. მაინტერესებდა რას იზამდა. მაინც ვერ მოისვენა, ხო დაინახეთ. ტუტუცი. მაგან თავისიანები გააღადაოს იქეთ. მაგის ასაგდები აქ არავინ არ მყავს მე, არც მე და არც ხვები. აი, ჩაუფლავდა ოცნებები და სურვილები. ხა. იმედგაცრუებები. ბოდიშით ახლა. ხა, მეგობრებო, ამ ადამიანს რა შეუძლია? ამას რამე შეუძლია, მეგობრებო? როგორ ფიქრობთ ახლა? ჰა? ამ ადამიანს რამე შეუძლია? შემოგთავაზოთ სერიოზული? ძამას უძახოდი სულ, ძამა, მომინდო მაგ მთვარეზე კომერციული. როგორ შეიძლება, მეგობრებო? როგორ შეიძლება ადამიანთან ჩატში ერთად ხართ და აი ესეთი რაღაცაები ჩემთვის მიუღებელია, მეგობრებო, დედას გეფიცებით. მილიონჯერ გავაჩერე, მილიონჯერ გავაფრთხილე, ვერ შევაგნებიე. მინდა ვკითხო მისი რეაქცია. მეგობრებო, აი ახლა შეხედეთ. პასუხისმგებლობას გაურბის ადამიანი, პასუხისმგებლობა და წასვლა. როგორ ფიქრობთ ახლა? ქვემოდან ნახეთ. გადაწყვეტილების მიუღებლობა. ამ ადამიანმა, თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა, ვერაფერი ვერ იცის. არა, მეგობრებო, გამორიცხეთ. ხა, გამორიცხეთ. ძალიან კარგი დედა ყავს ამ დროს, მეგობრებო. ძალიან კარგი დედა ყავს. მინდა გითხრათ.
როიცოდეთ ისე. წარმოიდგინეთ ახლა, კი. ასია კი, მაგრამ რა ვქნათ? ნეტაი, შენ მაინც გჯერა, რასაც ლაპარაკობ. მე ჩემი საუბრის მჯერა, მაგრამ შენ არ გეტყობა საკუთარი თავის დაჯერების. ვინც ხარ ახლა შენ? შენც მორიელი იქნები მისნაირი კიდე. მე არ მithოვია შენთვის ფული. არ შენი ფული მინდა და არ შენი საქციელი. მე აქ ლაივი ფასიანი არ მაქვს. რამე არ შეგეშალოს. ხო. შენი 100 ლარის მათხოვარი არავინ არაა. არც არავის ჭირდება. დავაი აქიდან. ამას უყურე ერთი. მეგობრებო. აქ უხასიათოთაც რომ შემოხვიდე, ისეთ ხასიათზე მოგიყვანს ზოგიერთები, რომ დედას ფიცა ვარ პროსტა. ეხო ხედავთ. ადამიანობა რო დაკარგული აქვს ხალხს. ფულით რო გონია რომ ყველაფერს იყიდიან. კი, დღეს შემოსევები გვაქვს. რა თქმა უნდა. მოდი ახლა რა მაინტერესებს მეგობრებო თუ იცით. რა ეგონა ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით? კი, დებილები დოღია დღეს, რა თქმა უნდა დოჩი, გეთანხმები. აი რა ეგონა ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით მეგობრებო? აი რაც გააკეთა და რაც იყო. რას ფიქრობდა, რა ეგონა, რა მოლოდინი ქონდა? რას ელოდა ეს ადამიანი? რას ელოდა მეგობრებო და ეგონა რომ თქვენ იჭხუბებდით მის გამო. თქვენ იბრძოლებდით მის გამო, იკამათებდით მის გამო, კონფლიქტებში შეხვიდოდით მის გამო. ად სოდავი მისი დღე. ეთყობა ასე აკეთებდით. ხო. რა ეგონა მეგობრებო? არასწორი. ხო. მეგობრებო, ხო გეუბნებით. რა ეგონა? ბევრ სურვილებს აუსრულებდით ეგონა, ბევრ ოცნებებს აუხდენდით ეგონა. ხო, ამ ადამიანს ეგონა რომ თქვენზე ძალა ქონდა მას. ამ ადამიანს ეგონა რომ თქვენ რასაც იტყოდა თვითონ იმას აი ყველანაირ ოცნებას აუხდენდით პროსტა. ანახეთ ცხრიანების თასი. გეყვარებოდათ მთელი ცხოვრება, მაგრამ ვაი რომ ჩაეფსა ისტორიებში. მე არ ვიცი რატო ეგონა. იქნებ მართლა ბევრი იბრძოლეთ მის გამო. ხო. რაღაც ეტაპი. რაღაც პერიოდი იქნებ მართლა ბევრი იბრძოლეთ. მართლა ბევრი რაღაც გააკეთეთ. ძალა მიეცით, ამ ადამიანს უპირატესობა მიეცით. ხო. ყოველთვის ასე იქნებოდა ეგონა, რატომ ეგონა არ ვიცი. რა ეგონა კიდევ რაო, რა ეგონა? ძალიან ბევრ სირთულეებს გადაატანინებდით ეგონა. ხო, მეგობრებო, რა ეგონა? რა ეგონა? ეგონა ყველაფერი, მაგრამ არაფერი აღარ აქვს. შანსი ვერ გამოიყენა ამ ადამიანმა. ნახეთ რა წერია? ტალანტი, შანსი ვერ გამოიყენა. ხო. ეგონა, მაგრამ იყო და არა იყო რა. რა იქნებოდა ნეტავრა. ხო. ასეა საქმე. ახო გეუბნებით.
ამ ადამიანს ეგონა რომ თქვენ ყოველთვის მოქმედებაში იქნებოდით მის გამო, ყველა სურვილს აუსრულებდით. ძალიან აქტიური იქნებოდით ჩართული თავის სურვილებში, ოცნებებში, გეგმებში. ხო, კიდევ რა ეგონა? ხო? რამდენი თხოვდით დაჩოქილი ამ ადამიანს? სიყვარულს, ურთიერთობას, რას თხოვდით კიდე მეგობრებო? მე არ ვიცი, ვინ რას თხოვდით? თქვენი სიტუაცია მოიდგეთ ახლა. ხო, მეგობრებო, ხო? ვინ რას თხოვდით? ვინ რას თხოვით? ვინ რა შეევედრეთ? ხა, მე არ ვიცი, ვინ სიყვარულს თხოვდით, ვინ ურთიერთობას თხოვდით, ვინ პატივისცემას თხოვდით? რატო თხოვდით არ ვიცი, მაგრამ ასე აკეთებდით კი ხა, ყველას ვერ ჩამოვთვლი. სამწუხაროდ. და ნეტა გინდა რომ მობძანდეს? ძალიან გინდა რომ მობძანდეს? ნეტა რაში გინდა? არ მეტყვი. არ გინდოდეს, მეგობრებო. არ გინდოდეთ. არი ნატროთ მოსვლა, თორე მართლა მოვა. ხო იცით, თქვენ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ხო. პირიქით. არ უნდა გინდოდეთ მისი მოსვლა. იმიტომ რომ წასულია უკვე და გაუშვით. აღარ შეაწუხოთ. დატოვეთ თავის ნეღვრში. აი ასე. ტყუილი. ეშმაკი. მიხვდით ხო რომ მოგატყუათ მეგობრებო, ბოლო-ბოლო მიხვდით. რო ცუდად მოიქცა, რო ჭკუაში მოგატყუათ. ხო, იმ პერიოდში გაჯობათ, მაგრამ ხო გახსოვთ იქ რა თქვა? აქ რა თქვა ხო გახსოვთ? მივაღწიე იმას რაც მინდოდა, მაგრამ აღარ მომწონს ეს სიტუაცია და რა გავაკეთო ამბობს. ხო. მივაღწიე კი, რაც მინდოდა და მოვიმოქმედე, იმას მივაღწიე, მაგრამ ეხლა არ მომწონს აი სიტუაციაო ამბობს. მოვტყუდიო ამბობს მეგობრებო. როგორ გონიათ ეხლა თქვენ? რას ფიქრობთ ეხლა? ბედნიერია გონიათ? არა. ამ ადამიანს რა ელოდება უთქვენოთ? ძალიან მაინტერესებს. ეხლა ესე უნდა ვკითხო. ესეთი შეკითხვა უნდა დავსვა ეხლა. ამ თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს რა ელოდება უთქვენოთ? ესე იგი, საკუთარი თავი რომ გადაირჩინოს, მეგობრებო, აი ღიაცის ქვეშ რო არ დარჩეს, ესე ჭერის გარეშე და მარტო ბოძები რო არ დარჩეს, ძალიან ბევრი ბრძოლა მოუწევს. ხო, სირთულეები, პრობლემები, კამათი, წინააღმდეგობები, ხო. აი ეს ელოდება უთქვენოთ. ხო, საკუთარი თავის გადასარჩენად პოლნივ პროგრამეო რო იყვნენ ბრძოლა. ხო, რა ელოდება უთქვენოთ? ყოველთვის გამოსავლის ძიებაში. ყველაფრიდან თავისუფალია მეგობრებო. ხო, რა ელოდება? რა ელოდება? მეგობრებო, შეხედეთ, რა ელოდება? სიყვარული? რა სიყვარული? ნგრევებში იქნება. არანაირი სიყვარული, არანაირი ურთიერთობა, ერთფეროვნება და პატიმრობა ელოდება კი. თუ შეხვდება ამ ადამიანს ბედი, აი ესეთი ცხოვრება იქნება. ჩაკეტილი, ჩარაზული პატიმრობა, ურთიერთობა, ცხვირპირის ნტროვა. აი ესე ვიტყვი. აი ეს ელოდება. ერთფეროვნება და პატიმრობა, რუტინული ცხოვრება, ქორწინება უბედური. ეს ელოდება. კი, შეიძლება გათხოვდეს, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება ეს ურთიერთობა მისთვის. დამანგრეველი იქნება რო იტყვიან. ხო. რაც თქვენ ვერ დაანგრიეთ, დაანგრევს ის. აი ასე. ხო. ხო? დანაკარგები, პრობლემები, დაბრკოლებები. ყველაფერი შეიცვლება ეხლა. თქვენთან თუ დედოფალივით და პრინცივით თუ იმასავით ცხოვრობდა, მეგობრებო, ესე ხელის გულზე ატარებდით, ხო? ვინც არ უნდა მიყურებდეთ ეხლა. თქვენს გარეშე ეს ადამიანი პირიქით იქნება. კიდევ, როგორ იქნება უთქვენოთ?
უთქვენოთ როგორი იქნება. აი რა ვქნა. ღალატი. ამ ადამიანის ცხოვრებაში სულ იქნება ღალატი. ეს ადამიანი ყოველთვის იქნება დანაკარგებში. ენერგიის დაკარგვა, ურთიერთობის დაკარგვა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, სიტუაციის დაკარგვა, ყველაფრის დაკარგვა. თავის დაკარგვაც. იქნებ ჯანმრთელობის დაკარგვაც. მე რა ვიცი. ხა მეგობრებო, იმიტომ რომ თავის დროზე შანსი ვერ გამოიყენა. აი ასე. ასია მეგობრებო კი. კარგი არაფერი ელოდება. იმიტომ რომ თქვენი დაკარგვით ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამე დაკარგა. და კიდე ბევრს დაკარგავს. ჯერ სადაა. ჯერ სადაა. რა სიყვარული, რის სიყვარული, დამპიტაური, დინპიტაურიო, ხო იცით მეგობრებო? აი ეს ის დინპიტაური ცხოვრება ელოდება. ხა, დინპიტაური ცხოვრება ელოდება მეგობრებო. მოიცოდეთ ისე. ეხლა მე მაინტერესებს. რას გეტყვით სამყარო? რა რჩევას მოგცემთ ტარო? მეგობრებო, იმუშავეთ საკუთარ თავთან, იმუშავეთ საკუთარ ცხოვრებასთან, იმუშავეთ საკუთარი თავისთვის, აწყვეთ და აშენეთ მხოლოდ თქვენთვის. საკუთარი თავისთვის. იშრომეთ და ამ შრომას გაუფრთხილდით, თქვენი შრომის ნაშრომს მოუფრთხილდით. ხო, ვიღაცას აი არ ვიცი, ყველა თქვენთაგანს რაღაც გამოსდის. ძალიან ხელგამოსული ადამიანები მიყურებთ. რაღაც შეგიძლიათ, ხელებით კეთება შეგიძლიათ რაღაცის, მეგობრებო. ან შეგიძლიათ რაღაც ახალი საქმე ისწავლოთ, ან წამოიწყოთ და ეს ძალიან დიდ სარგებელს მოგიტანთ. ხო. თქვენი ცხოვრებიდან, ზოგიერთის ცხოვრებიდან ადამიანები მიდიან, მეგობრებო. ვინ ოჯახიდან წავა, ვინ ოჯახს დაანგრევს რას ეხლა? დატოვებს. დასატოვებელი უნდა დატოვოთ. ხო. ნელი ნაბიჯებით. ადამიანები წავა თქვენი ცხოვრებიდან ერთმანეთის მიყოლებით, მეგობრობის გაწყვეტა, ურთიერთობის გაწყვეტა. შეიძლება ისეთი ადამიანებიც წავიდნენ თქვენი ცხოვრებიდან, პირი დაგრჩება დღეა. არ ელოდებით, ეს შეიძლება ოჯახის წევრებიც იყვნენ, მეგობრებო. წასასვლელია და იმიტომ ამოწურა ამ ადამიანებმა თქვენთან უკვე ყოფა, თქვენ ცხოვრებაში არსებობა ამოიწურა უკვე, დამთავრებულია. всё, მორჩაკინო. თქვენ აგრძელებთ მათ გარეშე ცხოვრებას. ამაშია საქმე. აი მეგობრებო. ხო. ამ ადამიანების გარეშე უნდა გააგრძელოთ ცხოვრება. ნელ-ნელა, დღითი დღე, თუ დღე-დღეზე თქვენი ცხოვრებიდან წავლენ ადამიანები, ამისთვის მზად იყავით. თქვენ იწყებთ ახალ ცხოვრებას, გადადიხართ ახალ ფაზაში, ამიტომ დასატოვებელი უნდა დატოვოთ. დაბრკოლებები დამთავრდა მეგობრებო. დამთავრებულია დაბრკოლებები. მორჩა კინო, ისე აღარ იქნება როგორც იყო. ახალი ცხოვრება, ახალი ფურცლიდან, ახალი წიგნი. ახალი მეგობრებო. არ მითხრათ ეხლა, მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნიაო. ნუ ყურებთ მაშინ მეგობრებო. რა თქმა უნდა მორგანა. რა თქმა უნდა მორგანა. წარსულია, წასულია უკვე. შეიარა მატარებელმა. შეიარა მეგობრებო. იმიტომ ჩაიარა რომ თქვენს გაჩერებაზე არ გაჩერებულა. დამთავრდა. ხო. არასულ ხართ თქვენ იმატარებელში. საკმარისად.
გაუშვით. აბა რა. ზრდელი. შემომიხტა აქ კიდე დღეს. პატიოსანი ადამიანივით. შემომიყო ცხვირი. სანამ ყველაფერი არ მათქმევია, აქ მანამდე არ გაჩერდა. კიდე პატიოსნებაზე მელაპარაკება, ზრდელი. მეგობრებო, მოდი ახლა მინდა ვკითხო ასტრაბარათებს. რა იქნება მისი მომდევნო რეაქცია? ახლა ამ ყველაფრიდან გამოვიტანოთ ახლა დასკვნა რაც გააკეთა. რაც იყო თქვენ შორის და ახლა მინდა ვკითხო ასტრაბარათებს. მისი მომდევნო რეაქცია, ხო ხედავთ, მაინც ფხიზლად რო ვიყოთ, რო იყოთ. ხო, მისი მომდევნო რეაქცია. ხო. ეს ადამიანი ამ ადამიანს სამყარომ ძალიან ბევრჯერ მიუთითა თავისი გზა. ხო, ოცნებები, მეგობრებო. ამ ადამიანს ძალიან ბევრი ოცნებები აქვს, თუმცა შორიდან გეტრფით. არ გეგონოთ რომ რაიმე ისეთია, არა, მაინც გეტრფით, მაინც გამორჩეული ხართ მისთვის. ძალიან ბევრჯერ ჩაუკაკუნა სამყარომ, მაგრამ ვერ გააგონა ამ ადამიანს. რას უნდა ელოდოთ, მეგობრებო, მისგან და ეს ადამიანი თავს არ დაგანებებთ, რომ იტყვენ ამ ადამიანს ახლა თავს როგორ დაანებებს. ხო ხედავთ? ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ვინ მიყურებთ? ხო. ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. ცეცხლის სტიქია, მეგობრებო. მიწის და ცეცხლის სტიქია. შეიძლება იყოს ჰაერის სტიქიაც, მაგრამ უფრო ცეცხლის და მიწის სტიქია. ხო. ეს თავს არ დაგანებებთ, მეგობრებო. გამორიცხულია. ამ ადამიანს თავს ასე ადვილად ვერ ანებებენ, რო იცოდეთ. ხო. ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. ხო. ხელში რა უჭირავს და სავარცხალი დავით. ბავშვიც უჭირავს. როგორი იქნება მისი მოქმედება, რეაქცია. ეს ადამიანი რაღაცას დაიწყებს კიდევ. რაღაცისთვის ემზადება, მეგობრებო, იცოდეთ. ცოტა ფრთხილად იყავით, თუმცა ამ ადამიანს ვერაფერს ვერ დაუშავებენ განა, მაგრამ მაინც თვითონ ეცდება. რას ეცდება? რა გავაკეთო? ეცდება, რაღაცას ეცდება. არა კანონიერი გზით რაღაცას ეცდება. ეცდება, მეგობრებო, იცოდეთ. რას ეცდება? რას უნდა ელოდოთ? და რა გავაკეთო? კიდევ ქვემოდან მაგის კარტი. ეს ადამიანი მანტრებს აკეთებს, რაღაცას აკეთებს, ან გააკეთებს. იმაიმუნებს რაღაცას, მეგობრებო, კი. იმაიმუნებს, იცოდეთ რომ იმაიმუნებს, კი. დაბალანსებას მოინდომებს ჯერ ეს ერთი ურთიერთობის, თან ხელოვნურად, ნახეთ, ხელოვნურად იარაღებით, სპეციალურად. ამ ადამიანმა შეიძლება რაღაც მანიფესტაციები გააკეთოს, რაღაც მანტრები გააკეთოს, აგერ წიგნი გადაშლილი აქვს, რაღაცებს აკეთებს. კი, ესეც კიდე მორგანა ჯადოქარია, იცით მეგობრებო, რომ თქვენ მისი ოქროს თევზი ხართ და ესე ფიქრობთ თვითონ, რომ ყველანაირ სურვილს უსრულებთ ამ ადამიანს ენერგეტიკულად და ამის დაკარგვა და შანსის გაშვება არ უნდა ხელიდან. ვებოდიში მასთან, ხო. და ეს კიდევ ძალიან ჭკვიანი ადამიანის როლს ირგებს, თუმცა შეიძლება მართლაც ჭკვიანი იყოს, მაგრამ სათავისოდ. არ გამოურიცხავ ამასაც. ეს ადამიანი ღამით აკეთებს რაღაცას, ბალახებით, შეიძლება სასაფლაოზეც იყოს, ანუ ხვდებით ხო, აქ რა ხდება? ხო, ამასაც თუ არ ჩავთვლით, აქ სასაფლაოა, ხედავთ ახლა აქ რა ყვავილები ყრია ძირს, რა ხდება, ხო? ანუ ხვდებით ხო? კი ბატონო. დიდი ხანია არ ამოსულ ხარ, კი მორგანა, ეს შენი ფოტოა. მორგანა, აგერ ქვემოთ აწერია მორგანა. ხო. ასე რომ ჩემო მეგობრებო, იფრთხილეთ,
ფრთხილად იყავით. ეს ადამიანი ხაფანგს აგებს, ხაფანგი აქვს გაშლილი და მშვილდისარი. ასე რომ რაღაცას აპირებს, ტყვიაში ჩავაჯენო ამბობს, თან ტალანტს ან ნიჭს გამოვიყენებო, გეუბნებით რაღაცებს ჩალიჩობს ეს აუცილებლად ეს ადამიანი ესე არ მოისვენებს. ნახეთ ქვემოდან რას ნახერა დაგმართო, ასე გეუბნებათ მეგობრებო. აი ესე გეუბნებათ თითით. ნახე მე შენ სამაგიერო თუ არ გადაგიხადო. აი ამას ამბობს. ნახე მე შენ რა გიქნაო, გემუქრებათ მეგობრებო. აი აქ მუქარას ვხედავ მე. ხო. აინტერესებს ისე ერთი სურათი უნდა მოვიყო. ნეტა თუ დაგაკლებთ რამეს. იმუქრება ერთია, მაგრამ რაიმეს თუ დაგაკლებთ. კი საინტერესო. ერთ ბარათს ამოვიღებ, თქვენ თვალწინ ამოვიღებ ერთ ბარათს. თუ დაგაკლებთ რაიმეს. როგორ ეცდება მეგობრებო ნახეთ. ეცდება კი? ძალიან ეცდება. თუ დაგაკლებთ რამეს. ოხ მეგობრებო ნახეთ უბრალოდ როგორი კარტები ამოდის. ხო. აი ხო გეუბნებით, უსიკვდილოდ ეცდება. ეს ადამიანი ყველაფერს იკვლევს და აი გეუბნებით ტაროლოგია, ხელზე მკითხაობა, ლაბირინთი, ნუმეროლოგია, აი არ ვიცი, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერში ჩამძვრალია. ყველაფერში ჩამძვრალია. ხო. შემძვრალია. ყველანაირი ხერხის გამოყენებით აღარ გავაგრძელებ. ეს ადამიანი ყველანაირი ხერხის გამოყენებით ეცდება. ყველანაირი ხერხის გამოყენება. მეგობრებო. ამასთანაც მივა, რო იცოდეთ. ხო, ამასთანაც მივა. კი მეგობრებო, კი. თუმცა არ გამოუვა. არ გამოუვა, უფლისწყალობა გაქვთ. აქ უფლისწყალობა გაქვთ, მეგობრებო, არაფერი არ გამოუვა. ეცდება ერთია, მაგრამ არ გამოუვა. არა. არ გამოუვა. არა მეგობრებო, ეს ადამიანი ჩაიკეტება. ნახეთ როგორაა ჩაკეტილი. ჩაიკეტება მეგობრებო. აი ეს. მოკლედ ესეთ იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი. ამდენი ასტრაბარათი არასოდეს არ ამომიღია, მაგრამ ხელი გარბოდა. ხო. ამიტომ მეგობრებო ვერავის ფეხებს ვერ მოჭამს, უბრალოდ თვითონ ეცდება და მაინც იყავით ფრთხილად, უბრალოდ გაფრთხილებული და თავისუფლებას არ დაკარგავთ მეგობრებო, ვერაფერს ვერ დაგიშავებთ, გამორიცხულია. საღამო მშვიდობის მამუკა, როგორ ახარ? ყველას უფლის მფარველობა გქონოდეთ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. მოკლედ, მოიწვიან და მინდა იყოთ ყოველთვის ბედნიერები. არა უშავს თუ დააგვიანე მამუკა, ეხლა ავტვირთავ, დღეს თუ ამ საღამოს თუ ხვალდილით და თავისუფლად უყურებ. ბევრი საინტერესო ამბავი გამოგეპარა ისე რა იცოდე. რა თქმა უნდა YouTube-ზე დავდებ და YouTube-ის ლინკი არის აქვე მითითებული ჩემ გვერდზე მეგობრებო. ამიტომ რომ ვისთან როგორ რეზონირდება აუცილებლად კომენტარებში გელოდებით. უღრმესი მადლობა ყველას, სულ დალოცვიები ყოფილიყავით. უფლისწყალობა გქონოდეთ, ბედნიერები ყოფილიყავით მეგობრებო და ზოგადად არაფერზე არ ინერვიულოთ, ამათ არ ღირს. არავინ არ ღირს ამათ, ჩემო ძვირფასებო. არავინ არ ღირს ამათ. საკუთარი თავი ყოველთვის პირველ ადგილზე. სხვა დანარჩენები მეორე ადგილზე მეგობრებო. ყოველთვის ასე ჯობია. ამიტომ მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ, ბედნიერი ხვალინდელი დღე და ყოველი ხვალინდელი დღე ყოფილიყოს ბედნიერების მომტანი. უღრმესი მადლობა ყველას და აბა დროებით.